დღეს Facebook-ზე დავაანონსე ჩვენი შეხვედრა და რამდენიმე გამოხმაურება მივიღე. მამუკა ჯუღელი მეც მინდა დასწრება, შემდეგ ჯერზე მოიყვანეთ მამუკა ჯუღელი, ვის ეხება დიმას არ ვიცი, ჩვენ ადმინისტრაციას. ციცი სტეფნაძე რა ბედნიერები არიან სტუდენტები. ციცი განსაკუთრებით დაპატიშეთ შემდეგ ჯერს. შემდეგ მათემატიკა, ალგებრა, გეომეტრია, სტუდენტები შერჩევითაა. კარგი სტუდენტები მოიყვანეს აშკარად, არ ვიცი როგორ შეარჩიეს. აბა 250 ხარ მივა თამულა შუბითიძე. 250,000 ყავს სტუდენტი? დიმეტრი. 100,000. აბა და მოიტანეს დაანჩეთ ციფრი. აბა თელიის მიამატეს რეგიონის შილო-კავკასიას საფრთხეზე. შემდეგ ტანსაცმლები და აქსესუარები გერმანიასთან ჩვენთან რაშუაში ვართ. აქ არის სტუდენტ თანხების გადახდაზე კითხვები, ეს მესმის რომ აქტუალური კითხვებია. ანანო გძელიძე მესმის რომ ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა განათლებას, მაგრამ მაინტერესებს აპირებ თუ არა ღონისძიების არაფორმალურ განათლების მიმართულებით, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია და ნამდვილად ვაპირებთ, მე ვფიქრობ, პატრიოტთა ბანაკებზე აქვს ხო საუბარი. და ასევე ბანაკებზე, ინგლისური სწავლის ბანაკებზე თბილისში, ეს წრეჩი რაც გვაქვს, ბაკურიანში, საფხულის, მე იქიდან ვინც კარგი ბავშვები იქნებიან, მიყვავს ინგლისში მიყვავს ხო ვაგზავნეთ. ეგა მე საფხულის ლიდერთა სკოლაში, სადაც ასევე ვიწვევთ ამერიკელ პროფესორებს, ხო ასე არაკლიაში. პრაქტიკულად მინი საფხულის სკოლას ვაკეთებთ 2 თუ 3 დღიანს და რამდენიმე პროფესორი ყავს ქართველი და ამერიკელი იქ. ძალიან მომწონს სტუდენტების დასაქმების პროგრამა. ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა და მინდა ამაზეც ვილაპარაკოთ. მაგრამ რო გადავიდეთ კონკრეტულ რაღაცებს. 25,000 სტუდენტისთვის საფხულში სამუშაო პროგრამა, იმიტომ თავი რაც იცვლება დღეს ადამიანის დამოკიდებელ შრომის მიმართ. დღეს ახალგაზრდას აღარ წინ შრომა. შრომა რომელიც შენ ოჯახს აჭმევს, არც შემთხვევაში არ არის დასაძრახი. რაცა შრომა არის დასაფასებელი. ხა გუშინ შევკრიფეთ საწუმროების ფლობელები. შევქმნით ძალიან მაგარი ახალი ტურისტული კოლეჯი და საშინელი ენთუზიაზმი ახალგაზრდებში. სწავლა არის ინგლისურად, არის უცხოური პროგრამები, დინამიცის, ეკონომიკასთან ერთად და ყველა მათ კურსდამთავრებულს შეიძლება მუშაობა და უკვე რიგია კატარში, დუბაიში და ევროპულ ქვეყნებში ამ დიპლომით იმუშა. ეს ახალგაზრდა უკვე ხვდება. რომ უნდა კვალიფიკაცია იმაღალოს ისრომოს, გაიღიმოს მეტი. ადამიანი როცა შრომობს, ის დღეს პიცერიაშია, ხვალ პრეზიდენტია, ზეგ ასე შემდეგ და ესე ხდება, ხო? ეს არის განსხვავება მენტალიტეტში. ამიტომ ჩვენ გავაკეთებთ ამ 25,000-იან პროგრამას. ეს რაღაც ხელზე მიიღებენ 4-ზე ცოტა მეტი. ესე იგი ერთი თვე თუნდაც ეს, მაგრამ ეს არის ასევე ეს არის ასევე ლიდერთა სკოლა, ეს არის ტექნიკური სასწავლებლები, სადაც ჩვენ გავატარებთ 27,000 ადამიანს, რომელთაც ვაძლევთ იმ პროფესიას, რომლითაც ისინი ევროკავშირში შეეძლებენ ასევე მუშაობას თუ მოინდომ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, საქართველოში იქნება ისეთი მოთხოვნა, რომ არსაწასვლა მათ არ მოხდება. ჩემი პროგნოზია, რომ მაქსიმუმ 3 წელიწადში საქართველოში იქნება დეფიციტი სამუშაო ადგილების, 7,000 კაცი ტექნიკურ სასწავლებლებში, 20,000 კაცი პროფორიენტაციის კურსები, ინგლისური, კომპიუტერი და პროფესიული ორიენტაცია ზოგადი, რათა ადამიანს მივცეთ მიმართულება, იმიტომ რომ ხშირად პრობლემაა, ხო? 15-16 წლის ახალგაზრდა იძახის, რომ არ იცის რა უნდა ცხოვრებაში. ასეთიც ბევრი გვინახავს. ეს უნდა დავამთავროთ. ადამიანმა უნდა იცოდეს მუდმივად რა უნდა. რაც დავარია, მომავალი წლიდან მკვეთრად გავაფართოვებთ ასევე უცხოეთის წასვლის პროგრამებს. ჩვენ იცით, რომ ძირითადი ნაწილი მაინც ვაფინანსებთ ტექნოლოგიურ ფაკულტეტებს, თუმცა მომავალ წელს კიდევ ყველაზე უფრო ბრწყინვალე ჰუმანიტარული პროფესიებისთვის დაუშვებთ კვოტებს, ისევ უცხოეთის სასწავლებად ასევე სხვა სფეროებში, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სფეროებიც, რა თქმა უნდა, ვიც ყველაზე ესეთი მაგარია, იმას უნდა მიცეს შესაძლებლობა, მოუწოდებ ყველას, რომ ზაფხულის სკოლებში წახვიდეთ უცხოეთში და ისწავლოთ. და მომავალ წელს 5-6,000 ადამიანს მივცემთ გზავრობის ფულს და მივცემთ შეიძლება 10,000-მდე წავიდეთ დავთვალოთ, რა ვიცი, იმიტომ რომ ყველა ვინც ნორმალურ სასწავლებელში მიიღებენ სასწავლებლად 1 თვით, 3 კვირით, 5 კვირით, 6 კვირით,
ყველას დაგიფინანსებთ გზასაც და იქ ვნახოთ რა ისინი რაც დააფინანსებენ დანარჩენ ნაწილს ჩვენ დაგიფინანსებთ. ესეც იქნება რომ ჩვენ გვინდა მაქსიმალური რაოდენობის ხალხი დროებით გადიოდეს სასწრაფოდ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან ბევრი უცხოელი პროფესორიც უნდა ჩამოყრეს, საქართველოს უნდა იყოს ბევრი უცხოელი პროფესორი. წელს ბათუმში გაიხსნება ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პირველი რაღაც ნაწილი. წელს დაიწყება პირველი რაღაცები და მომავალ წელს სრული მასშტაბით გაიხსნება ნამდვილი ამერიკული სრულფასოვანი ტექნოლოგიური უმაღლესი კლასის უნივერსიტეტი ბათუმში საქართველოს მასშტაბით მოემსახურება და იქნება რეგიონალური უნივერსიტეტი, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი იქნება ამის გვირგვინი.